ქსელური მარკეტინგი. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვაც შეთანხმება ყველას გაგიგიათ, არა? ზოგისთვის ეს რაღაც უსაზღრო შესაძლებლობების სინონიმია, სხვებისთვის კიდევ, საეჭვო პირამიდასთან ასოცირდება. დღეს ჩვენ შევეცდებით ამ უკიდურესობების მიღმა გავიხედოთ და ვნახოთ, რა დგას სინამდვილეში ამ ბიზნეს მოდელის უკან. დაი, ეს მიგვიყვანს მთავარ კითხვამდე. ეს ქსელური მარკეტინგი მართლა ისეთი იდეალური რამეა, სადაც ყველა იგებს კომპანიაც, დისტრიბუტორიც და მომხმარებელიც, თუ ეს უბრალოდ კარგად შეფუთული მითია. მოდით ერთად გავერკვეთ. კარგი, მოდი თავიდან დავიწყოთ. ყველაფერი ხომ დაპირებით იწყება, არა? აი იმ იდეალური სურათით, რომელსაც თავიდან გვიხატავენ და რომელიც მოდი ვაღიაროთ. ძალიან მიმზიდველად ჟღერს. ხომ წარმოგიდგენიათ ეს სურათი? ბიზნესი, სადაც სულ მზეა, სულ კარგი დღეებია და წარმატება ფაქტობრივად გარანტირებულია. სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა მხარე მოგებულია. ხომ ჟღერს ოცნებასავით, ხო და სწორედ ამ ოცნებას ყიდიან ბევრს. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში, როცა ეს ვარდისფერი სათვალე გცილდება და რეალობას პირისპირ ეჯახები? და აი სწორედ აქ ჩვენი ამბავი მკვეთრად 180 გრადუსით ტრიალდება. დროა ეს იდეალისტური მითები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ჩავიხედოთ იმ რეალობაში, იმ სირთულეებში, რაზეც ჩვენი წყარო გვიყვება. და აი ეს ციტატა ვფიქრობ იდეალურად აღწერს ამ შემოbrunებას. ყველაფერი მზე და ცისარტყელა არ იქნება. იქნება რთული პერიოდებიც. ეს ფაქტობრივად პირდაპირი გაფრთხილებაა. მოემზადეთ, ეს გზა სულაც არ არის იავარდით მოფენილი და რთული პერიოდები კი ნამდვილად გარდაუვალია. და რა არის პირველი ასეთი სირთულე? მარტოობა. კი, მარტოობა. როცა შენს ბიზნესს ფაქტობრივად მარტო აშენებ, ეს იზოლაციის განცდა შეიძლება ძალიან მძაფრი იყოს. ამას ემატება მეორე მომენტი, ემოციური წნეხი. დაფიქრდით, მუდმივი უარები, იმედგაცრუებები. ამ ყველაფრის გადატანას ხომ წარმოუდგენელი ემოციური რესურსი სჭირდება. და ბოლოს, მესამე გამოწვევა არასტაბილურობა. აი შეგრძნება, როცა ერთი დღე შეიძლება მწვერვალზე იყო, მეორე დღეს კი სრულ ფსკერზე. ეს მუდმივი ამერიკული მთები ძალიან დამღლელია. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა მოდის ყველაზე საინტერესო ნაწილი, პერსპექტივის შეცვლა. აი რა მოხდება თუ ამ ყველა გამოწვევას შევხედავთ არა როგორც რაღაც უნიკალურ მარცხს, არამედ როგორც ნებისმიერი მეწარმის გზის ჩვეულებრივ განუყოფელ ნაწილს. და აი აქ არის მთავარი აზრი. ეს მარტოობა, ემოციური რყევები, არასტაბილურობა. ეს ყველაფერი სულაც არ არის კონკრეტულად ქსელური მარკეტინგის პრობლემა. არა, ეს არის რეალობა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ნულიდან იწყებს საკუთარ საქმეს. აი მოდით ამ სლაიდს კარგად დავაკვირდეთ. ეს შედარება მგონი ყველაფერს ამბობს. რთული პერიოდები ორივეგანაა. მარტობის განცდა, რა თქმა უნდა ორივეგან. ემოციური აღმაფრენები და დაცემები ბატონო ორივეში. ანუ, მესიჯი ძალიან ნათელია. ეს სირთულეები კი არ არის ქსელური მარკეტინგის ბრალი, ეს ზოგადად მეწარმეობის თანმდევი პროცესია. კარგი, და ამ ყველაფრის შემდეგ მივადექით მთავარ გადამწყვეტ კითხვას, ამ დაპირებების, ამ რთული რეალობის და ამ ახალი პერსპექტივის გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, ღირს კი ეს ყველაფერი ამათ? და ჩვენი წყაროს პასუხი? აბსოლუტურად ცალსახა და ძალიან ძლიერია. ყველა ამ აღმასვლისა და დაცემის მიუხედავად. ეს ამათ ღირს. ეს არის გზავნილი მათთვის, ვისაც ბოლომდე ბრძოლა შეუძლია. რა თქმა უნდა, მოდი რეალისტები ვიყოთ. ეს გზა ყველასთვის არ არის და არც იდეალურ სისტემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სწორი ადამიანისთვის, ანუ იმისთვის, ვისაც სწორი განწყობა და მიდგომა აქვს, ეს შეიძლება ბევრად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ კარგი შესაძლებლობა. და აი ეს ციტატა ვფიქრობ ამ ყველაფერს ერთად კრავს. თუ შენში მეწარმის სულია, ეს უკეთესია. ხედავთ, მთავარი გასაღები სამეწარმეო სულისკვეთება ყოფილა. თუ ეს შინაგანი დრაივი და მუხტი გააქვთ, მაშინ ქსელური მარკეტინგი შეიძლება არა უბრალოდ კარგი, არამედ თქვენთვის საუკეთესო არჩევანიც კი აღმოჩნდეს. და აი ბოლოს ყველაფერი ერთ ძალიან პირად კითხვამდე დადის, რომელიც უშუალოდ თქვენ გეხებათ. გააქვთ თუ არა თქვენში ეს სამეწარმეო სული? ამ კითხვაზე პასუხი კი მხოლოდ თქვენ იცით.